მოგესალმებით სტუდია ალგორითმიდან. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა არის ქალების ჩართულობა აქტივიზმში და ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი არის სამოქალაქო აქტივისტი, ქალი თეონა ფანქველაშვილი. მადლობა თეონა სტუმრობისთვის. მადლობა მოწვევისთვის. რომ დავიწყოთ ამ თემაზე საუბრით, უპირველეს ყოვლისა დავინტერესდები და კითხავ, როდის გადაწყვიტე რომ იყო აუცილებლობა შენი ჩართულობის სამოქალაქო აქტივიზმში. მოგესალმებით პირველ რიგში. მადლობას გადაგიხდით მოწვევისთვის. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენთან ერთად საუბარი ამ თემაზე. სიმართლე რო გითხრათ, ჩემი აქტივიზმი იწყება ღრმა ბავშვობიდან. მაშინ, როდესაც 9 აპრილი ხდებოდა საქართველოში, მაშინ, როდესაც თავისუფლებას და დამოუკიდებლობას ითხოვდნენ, ჩემი ოჯახი აქტიურად იყო ჩაბმული ამ პროცესებში და შესაბამისად ეს ყველაფერი სახლში განიხილებოდა ხოლმე, იკრიბებოდნენ მამაჩემის მეგობრები და შემდეგ ჩვენც ბავშვები მონაწილეობას ვიღებდით 9 აპრილის აქციებში, დავდიოდით გორსა და თბილისში მოშიმშილებთან მინერალური წყლები დაგვქონდა მაშინ მე და ჩემ ძმას. შესაბამისად აქტივიზმი როგორც ასეთი ჩემი ჩართულობა იწყება ღრმა ბავშვობიდან და აბსოლუტურად ყველაფერში შეძლების დაგვარად ვიყავი ჩართული აქტიურად იმისთვის რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიას, თავისუფლებას გაემარჯვა და რაც შეიძლება მეტად ყოფილიყავი აქტიურად ჩაბმული იმ პროცესებში, სადაც ჩემს ქვეყანას მეტად ჭირდებოდა დაცვა. შეფასების გარეშეც ძალიან სწორი პოზიციაა და ვისურვებდი რომ ბევრი ქალი იყოს განწყობილი შენსავით და ათვიცნობიერებდეს რამდენად მნიშვნელოვანი არის თითოეული ქალის ხმა ქვეყნის სწორი კურსით წასაყვანად. ხომ არ ყავს აი განსაკუთრებით საქართველოსდან გეკითხები ქალი აქტივისტი, რომელსაც უფრო მეტად აკვირდები, გულშემატკივრობან მისაბაძი არის შენთვის. წარსულიდან თუ დავიწყებ, ვიტყოდი მარო მაყაშველს და მე და ჩემმა მეგობრებმა მაროზზე მაშინ დავიწყეთ საუბარი, როდესაც მთლად ასეთი აქტუალური არ იყო. აქტუალური არ იყო, მაშინ ჩვენ პარტიზანულად ვახორციელებდით ხოლმე აქტივიზმებს, გარდა იმისა, რომ საჯაროდაც ვსაუბრობდით იმაზე, რომ ტოტალიტარიზმი კლავს, რომ ქალაქ გორში არ უნდა იყოს სტალინის ძეგლები, ტოტალიტარიზმის ამსახველი ქუჩები. დავიწყეთ მოქმედება იმაზე, რომ კანონი თავისუფლების ქარტია ამოქმედებული იყო და ამ ქარტიაში ერთ-ერთი პუნქტი მოიცავს, რომ ტოტალიტარიზმის და ფაშისტური სიმბოლიკების ამსახველი ძეგლები, ბარელიეფები, ქუჩის სახელწოდებები და ასე შემდეგ აღმოფხვრილიყო ქვეყანაში. სამწუხაროდ ამ კანონის ამუშავება ჩვენ ვერ მივაღწევთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცდილობდით, რომ წერილები მიგვეწერა ხელისუფლებისთვის და ამას ყველაფერს ვაკეთებდით, ვწერდით. პასუხი მხოლოდ და მხოლოდ მოდიოდა კომისია ვერ შეიკრიბა, კომისია არ არის, ვერსად ვერ ვნახეთ ამ კომისიის წევრები, ვერასდროს ვერ გავიცანით. მაშინ რაღაცნაირად გადავწყვიტეთ, რადგან ამ ყველაფერს ვერ უზრუნველყოფდა და კანონს ვერ ასრულებდა ხელისუფლება, მაშინ ჩვენ მიგვეთითებინა მოქალაქეებისთვის, რომ კანონი უნდა აღსრულებულიყო. მაგალითისთვის ერთხელაც გორმა გაიღვიძა და ნახა, რომ აბრებზე სტალინის ქუჩაზე მარო მაყაშვილი საბრა იყო გამოკრული. მიუხედავად იმისა, რომ ღამე ვაკრავდით ჩვენ ამას და შემიძლია ვთქვა და დღემდე შენახული მაქვს სუსი როგორ დაგვდევდა, ერთ-ერთ ჩემს მეგობარს კიდევაც შეეშინდა, იმიტომ რომ საფრთხე იყო იმისა, რომ მანქანა დაეზიანებინათ და ამ აბრებს ესე ჩვენ თვალწინ ახევდნენ. მიუხედავად ამისა, მაინც კიდევ ახლიდან დილადრიან გამოვედით და კიდევ გავაკარით და გაშუქდა და ხალხმა კიდევაც დაინახა, რომ ეს უკვე მარო მაყაშვილის ქუჩა.
აქედან მაშინ ვერავინ ვერ გაიგო თუ ვინ არიან, ვინ აკეთებდა ამ ყველაფერს, ასევე ჩვენ ვიყავით, რომლებიც 6 აგვისტოს 2016 წელს დავწერეთ, რომ ამ ქუჩებს რუსეთი ბომბავდა და დილით ეს ყველა ვნახა. ეს ნელ-ნელა ვცდილობდით, რომ გაგვეღვიძებინა აქტივიზმი ადამიანებში, გაგვეღვიძებინა პროტესტის გრძნობა იმ მანკიერ გადაწყვეტილებებზე, რასაც ხელისუფლება იღებდა. გვეთქვა, რომ გორი არის ევროპული ქალაქი, რომ აქ იბომბებოდა რუსების მიერ აკრძალული იარაღით, რომ ჩვენ დავკარგეთ ძალიან ბევრი სოფელი. გვინდოდა და ვაკეთებდით იმას, რომ ბავშვებს ვაჩვენებდით და ვახვედრებდით ევროკავშირის წარმომადგენლებს, ჩამოყვავდა მომღერლები და სხვადასხვა ტიპის ადამიანები, პოლიტიკოსები, ისტორიკოსები, პროფესორები და ამ ყველაფერზე ვსაუბრობდით. მაგრამ დღეს უკვე სხვა კუთხით გადაინაცვლა ამ ბრძოლამ და სხვათა შორის უნდა აღნიშნა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი კითხულობდა, თუ კიდევ საჭიროა, რომ რაღაცა ავხსნათ დემოკრატიის კუთხით. ან სტალინზე ვისაუბროთ, ჩვენ ვამბობდით, რომ კი უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ ეს არის ჰიბრიდული ომის ნაწილი. რომ დიახ, რუსეთი ამით ცდილობს და პუტინს აქვს ნათქვამი, რომ ყველაზე დიდი უბედურება არის საბჭოთა კავშირის დანგრევა. ხომ? ეს თავად აქვს ნათქვამი და ის აკვირებს, რომ საბჭოთა კავშირი აღადგინოს და მისი იდეებს ახორციელებს, ხო? ან ხორციელებს სტალინის იდეებს. და ამიტომ არის, რომ საჭიროა ისტორია კარგად ვიცოდეთ. ჩვენი ქვეყნის ისტორია კარგად ვიცოდეთ, რომ მტერს კიდევ უფრო მეტად კარგად დავუპირისპირდეთ. ჩვენ დღეს რას აკეთებს რუსეთი? ჩვენი ქართველების ხელითვე აკეთებს, რაც გააკეთა 21 წელში ორჯონიკიძე. ის იგივე ქართველების ხელით. ხო, ორჯონიკიძე ქართველი იყო. კი ბატონო, მახარაძეც ქართველი იყო. რა თქმა უნდა. სტალინის თავად ქართველი იყო. ამ ყველაფერს აკეთებს დღესაც ქართველების ხელით. ანუ ჩვენ ყავს ხელისუფლებაში ადამიანები, რომლებიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავიდან ბოლომდე ექვემდებარებიან რუსებს, ატარებენ რუსულ იდეებს, რუსული კანონი შემოიღეს. კი ბატონო. და ისეთ სისწრაფით იღებენ კანონებს და ისეთ აკრძალვებს აკეთებენ 76 მუხლი 78 მუხლი უკაცრავად კონსტიტუციის თავზე გადაგვახიეს. განსაკუთრებით თვალში საცემი არის ქალების აქტიურობა მიმდინარე პროტესტში და ამ პროტესტს აქვს ქალის ხმა. აი ძალიან დასაფასებელია თითოეული მამაკაცის ჩართულობა უბრალოდ ხმით და ვიზუალიზაციით, რითაც დაგვამახსოვრდება ეს აქციები, გამოირჩევა ქალების აქტიურობით. აი რა აზრის ხარ ამასთან დაკავშირებით? აი გეუბნები კადრებზე, თუნდაც ჭავლზე მოხტუნავე გოგონა, თუნდაც ქალბატონი, რომელიც ართმობს დროშას ჭავლის ქვეშ და ანუ უამრავი კადრი არის, თუნდაც რობოკოპების კორდონში რომ შედის უსამართლობაზე, აი არ ვიცი აი უსამართლობამ კი ადამიანები შეიძლება სასოწარკვეთამდე მიგვიყვანოს და სასოწარკვეთის ერთ-ერთი ფორმა იყო ეგრო აი შედიხარ იქ სადაც ზუსტად იცი რომ საფრთხე გელოდება და აი ესეთი კადრები ძირითადად არის ქალების აი რა სიტყვი გამოგვიძებულები ვართ ვაცნობიერებთ უკვე რომ ჩვენი როლი ფასდაუდებელია თუ რასთან გვაქვს საქმე როგორ ფიქრობ ახლა დაგვიდგა დრო, როდესაც აბსოლუტურად ყველამ უნდა ვიბრძოლოთ. ეს იქნება ქალი, კაცი, მოხუცი, აი ყველა აქციაზე დგას და ყველა იბრძვის თვითონ როგორც და რანაირადაც შეუძლია. იყო მზია ამაღლობელის მორიგი სასამართლო. როდესაც ქვეყანაში ყავს მზია ამაღლობელი რომელიც მიუხედავად მისი უმძიმესი ჯანმრთელობისა ბოლომდე იბრძოლა, იშიმშილა, ესეც ერთ-ერთი პროტესტის უკიდურესი ფორმა. ყველაფერი გააკეთა და დღემდე ყველაფერს აკეთებს. ჩემი, შენი, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის, ევროპისთვის, ანუ
არავის არ აქვს იმის უფლება, რომ სახლში თბილად დაჯდეს და შვილებს გემრიელი საუზმე მოუმზადოს ან ვახშამი. ახლა ყველა დედა, ყველა შვილი, ყველა მამა, პაპა, ბებია, დიდედა, ყველანი არიან ქუჩაში, რომ გადაარჩინონ ეს ქვეყანა. ამიტომ არის აუცილებელი თითოეული ადამიანის ხმა, აქტიურობა, აქტივიზმი, პროტესტი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ არ ჩაგყლაპოს როგორც რუსეთმა, როგორც ეს 21 წელში გააკეთა. როგორც 1801 წელს კი ორჯერ გამოვიარეთ ეგ უბედურება, რასაც სამწუხაროდ საზოგადოების გარკვეული ნაწილი დემორალიზებული, ასე აღნიშნავ, გვისახავს როგორც სიკეთეს. რაც რა თქმა უნდა აბსურდია და ამაზე დავაც არხირს. ქალებს ვიცით რომ ბევრად მეტი ბარიერის გადალახვა გვჭირდება ნებისმიერ სფეროში, რომ ვთქვათ ჩვენი სათქმელი. ეს ბარიერები ეხება აქტივიზმსაც. განსაკუთრებით ქალებს, რომლებსაც სახლში ბავშვი ყავთ და სატო, აი მე ერთი პოსტი შემწყდა, სანამ სახლიდან გამოვალ აქციაზე. აი როგორც კონკიას აქვს, ახლა ძალიან ისეთ შედარებას კი ვაკეთებ, აი კონკია რომ მეჯლისზე მოხვდეს, რამდენი რაღაც უნდა გააკეთოს, თითქმის არარეალურ მოთხოვნებს რო უყენებენ. ასე აქვს ბევრ ქალსაც წინაპირობები, რომ ეს უნდა ქნა, ეს უნდა გააკეთო, ეს უნდა გააკეთო, ეს და აი მე თუ გინდა წადი აქციაზე. ფაქტობრივად ნიშნავს რომ ვერ წახვალ აქციაზე. აი ამასთან დამოკიდებულებით რომ მიპასუხო როგორი მდგომარეობა აქვს ახლა ქალებს. ყველა მიცის რომ მე შვილები არ მყავს. და ბევრჯერ ვთქვამთ რომ იცი რა შენ შვილები არ ყავს და ამიტომ ვერ იგებ ამ ყველაფერს რომ ანუ შენ უფრო მეტი დრო გაქვს რაღაც ოჯახში პასუხისმგებლობა მხოლოდ შვილი არ არის არა რა თქმა უნდა მაგრამ აი ნახეთ მე რა მინდა ვთქვა დედა ჩემს ყავს შვილები და ჩვენც ვიყავით 5 წლის 4 წლის 6 წლის დიახ ჩვენ ერთად ოჯახი დავდიოდით აქციებზე ეს მაშინ არ იყო რთული დედასთვის აი ბულინგი არ მოდიოდა არა ხო მე არ მახსოვს იმიტომ რომ ეხლა როგორ არის მაშინ ასე სოციალური ქსელები თქვათ არ იყო და ჩვენც ალბათ კონტაქტობდით ახლა ბაბლს ეძახიან იმ წრეში სადაც ეს ძალიან ჩვეულებრივი მიღებული ფორმა იყო ჩვენ ყველა ოჯახებით აი ასე დადიოდნენ აქციაზე და ძალიან ბევრი ბავშვი ქალი აი მე ძალიან კარგი მახსოვრობა მაქვს და შესაბამისად ძალიან კარგად მახსოვს რომ იქ შვილებთან ერთად დადიოდნენ. დღეს ქართული ოცნების წარმომადგენლები ამას იყენებენ სათავისოდ. რომ შენ, როდესაც შვილი ყავს გასაზრდელი, რა გინდა ქუჩაში. მაგრამ იმას ვერ ხვდებიან, რომ ამ შვილის უკეთესი მომავლისთვის დედა და მამა უნდა იდგნენ ქუჩაში. დიახ, მათ შეუძლიათ წაიყვანონ მათი შვილები და სწორი ღირებულებები ქვეყნის სიყვარული ჩაუნერგონ. ქვეყნის სიყვარულს, როგორც ერთმა კარგმა მწერალმა თქვა, ჭირდება სწავლა. როგორც ჩვენ სწავლობთ ლაპარაკს, სიარულს, ველოსიპედზე სიარულსაც სწავლა უნდა იგივენაირად უნდა სწავლა ქვეყნის სიყვარულს. შენ ქვეყნის სიყვარული, ღირებულებები, მისი დაცვა, შენ შვილებს უნდა ასწავლო. არა მარტო ისტორიული მაგალითებით, არამედ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკუთარი მაგალითითაც, საკუთარი ჩართულობით იმ პროცესებში, რაც ქვეყანა გადის. თუ თქვათ ახლა ყველაფერი იდეალურად არის, როგორც ეს ევროპის ქვეყნებში არის და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპას ომი არ უნახავს და შესაბამისად იქ მშვიდობა, შესაბამისად მაშინ ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი ვასწავლოთ ისტორიული მაგალითებით, ქვეყნის სიყვარული და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ. მაგრამ როდესაც საომარი გაქვს მართლა ქვეყნის გადარჩენისთვის და მართლა იმისთვის რომ ევროკავშირის წევრი გახდე და ამ ქოლგის ქვეშ მოექცე რათა მართლა მშვიდობა იყოს ჩვენ ქვეყანაში დღეს ვინმეს გონია რომ საქართველოში მშვიდობაა როდესაც ჩვენ გვასაღებენ რომ ვითომ მშვიდობა არ არის მშვიდობა დღეს ტყვიას არ ისვრიან სამაგიეროდ
აი ასე ვკარგავთ ტერიტორიებს, რომელსაც მავთუხლართები ქვია. და ნელ-ნელა ასე გიწევენ საზღვარს და ყველა ტერიტორიებს კარგავენ და არაფერს, ანუ არავინ არ ყავს მომკითხავი. ამაზე არ საუბრობენ. გეუბნებიან ეგრეთ წოდებული საზღვრისპირა სოფლებში საოკუპაციო ხასთან რო ჩახვალ, გეუბნებიან რომ იქ გაჩუნდი. იქ მცხოვრებ ადამიანებს ეუბნებიან რომ გაჩუნდი, იმიტომ რომ რუსმა უფრო მეტად არ დაგაზარალოს. აი მოვა ომს დაგიწყებს აი 2008-ში რაც ხდებოდა. აი თუ გაჩუნდები, იცი რა არის ჩვენ აღვადგენთ ისევ რუსეთთან კარგ ურთიერთობას და შენ შეიძლება დაგიბრუნონ ტერიტორიები. აი ასე აჩუმებენ, ასე ატყუებენ იქ მცხოვრებ ადამიანებს და ცდილობენ რომ შემოგვასახონ ეს ვითომ მშვიდობა. შვიდობა არ გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ ვკარგავთ ყოველდღიურად ტერიტორიებს. სალოცავში ასულ ადამიანს კლავენ. სალოცავში და ამას გვეუბნებიან რომ აი და ერთმორწმუნე რუსეთი და ასე შემდეგ. როგორ ერთმორწმუნე რუსეთი სალოცავში ასულ ადამიანს კლავს? ეს როგორი მშვიდობა ერთმორწმუნე რუსეთი, ერთმორწმუნე უკრაინაში ბავშვებს, ქალებს, მოხუცებს კლავს, აუპატიურებს, ეკლესიებს აფეთქებს. უკრაინამდე ჩვენ გავიარეთ აფხაზეთი. კი ბატონო, ელორის ტაძარს რა უქნეს, შეღებეს, გადაათეთრეს. ასე აკეთებდნენ კომუნისტებმაც ასე დაიწყეს და კიდევ როდესაც შემოვიდნენ 1801 წელს, მაშინაც იგივე დაიწყეს. მაშინაც ერთმორწმუნეობის სახელით, აი ასე ნელ-ნელა შემოასაღეს და შემოვიდნენ თითქოს რაღაცა ორგანული ნაწილი იყო საქართველოს რუსეთისთვის, რაც ეს ტყუილია. კიდევ ერთი კითხვით გადმოვალ თეო შენთან. ისევ ქალებს მინდა შევეხო ამ პროცესებში. განსაკუთრებით ქალებზე დეზინფორმაციის გავრცელება აი თითქოს როგორ ვთქვა მოდაში შემოვიდა თუ როგორ არის აი პარლამენტარი თავის ტრიბუნიდან დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელი რასაკვირველია თვითონ პოლიციელების პოლიცია ვისაც ჩვენ ვეძახით დღეს სამართალდამცავებს სამართალდამბღვევის ნაცვლად აქტიურად არიან გადასულები ქალებზე შეტევის განსახორციელებლად მარგველაშვილი იყო მგონი გორიდან ხო პირდაპირ შეურაცხყოფას რომ აყენებდა ქალ აქტივისტს და ბევრს მიმართავენ რომ წადი ქალო სახლში და აქ რასაკეთებ შენი ადგილი შვილების გვერდით არის და შენ აი დაახლოებით ალტინფოს ტექსტებით მოძრაობენ ოღონდ მე მგონი ალტინფოს გაემიჯნა უკვე ამათ და აი რას უპასუხებდი მაგალითად აი ერთ-ერთ პარლამენტ აი ყობახიძე გამოირჩევა ხოლმე მსგავსი რიტორიკით ქალების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით კანაძე გამოირჩევა მსგავსი აგრესიით ქალების მიმართ და დღეს პარლამენტში 1-2 ქალი კი ღირღივებს მაგრამ ყავთ წილოსანი აი დაახლოებით როგორ წარმოგიდგენია ეხა მაგასთან ქალის ადგილი და რა მომავალი აქვს აი პერსპექტივაში რო აიღო თუნდაც დე ფაქტო ხელისუფლებასთან ვინც არის ხა შემგუებულ პოზიციაში ნუ საკვირველია მაგრამ დაუშვათ ესენი რჩებიან აი ამ რიტორიკით ქალებს რა მომავალი აქვს აი როგორ ხედავ დავიწყებ იქიდან რომ საერთოდ კომუნისტებმა ჩაუნერგეს საქართველოში რომ ქალების ადგილი მხოლოდ შვილების აღზრდა არის და პრობლემები არ ქონდათ ხო ამ დროს ჩვენ ისტორიული მაგალითები ვიცით რომ ქალები იბრძოდნენ და ბრძოლის ველზეც აქტიურად იყვნენ შესაბამისად ეს კიდევ ერთი ტყუილი იყო მიუხედავად იმისა რომ კომუნისტებს ვითომ აქტივისტი ქალებიც ყავდათ, რაღაცა ქალებს აჯილდოვებდნენ და ვითომ ეს დაცული იყო ფასადურად გენდერული ბალანსი, ესეც იყო ის ტყუილი, რაც საბჭოთა კავშირში ხდებოდა. მათ უბრალოდ ეს პროპაგანდისთვის ჭირდებოდათ. თუმცა ქალებს აჯერებდნენ ყველას, რომ მათი ადგილი იყო სახლში, რომ ისინი უნდა დამორჩილებოდნენ მამაკაცებს და ანუ ბევრი მანკიერება შემოიტანეს მაშინ კომუნისტებმა და რუსებმა. ეს ახლა გადმოიტანეს ძალიან კარგად ქართულმა ოცნებამ და რაღაცა მაინც მოყვებოდა ალბათ წლების განმავლობაში რომ ასე ხდება და ამ პროპაგანდის მსხვერპლი არის ქვეყანა. შესაბამისად არიან ადამიანები რომელსაც ეს გაითავისეს ჯერათ და ამას მიყვებიან და დანერგილიც აქვთ სამწუხაროდ. ეს კი
ქართულმა ოცნებამ ძალიან კარგად აითვისა და იცი რა არის, ეუბნებიან რომ ეხლა შენი ადგილი კი არ არის აქციაზე, ყვირილის რო კი არ არის, შენ ქალორას აკეთებ, წადი საჭმელი გააკეთე, ხაჭაპური გამოაცხე ბავშვებს მიხედე. ანუ სახლში არის შენი ადგილი და ჩუმად ყოფნაშია შენი ადგილი. და ამაში კარგად გამოირჩევიან ის ქალი პარლამენტარები, ვითომ ანუ ეგრეთ წოდებული პარლამენტარები, რომლებიც დღეს საქართველოს პარლამენტში იმყოფებიან. სამწუხაროდ ისინი მე არ ვიტყვი რომ მსხვერპლები არიან. არა. უბრალოდ ისინი ქალების დემორალიზაციას ეწევიან, ქალების დაჩაგვრას ეწევიან და ისინი ცდილობენ კარგად გაამართლონ ის პროპაგანდა, რასაც რუსეთი და რუსული ოცნება აკეთებს ქვეყანაში. წილოსანს აქვს თავისი ინტერესები, სხვა ქალებსაც აქვს იქ თავისი ინტერესები და ეს ინტერესი რაში გამოიხატება? ისინი არიან კორუფციაში დადანაშაულებულები, თვითონ ქართული ოცნების მხრიდანაც და ეს ძალიან ბევრმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ თქვა და თავად თქვა წინა ხელისუფლების წარმომადგენლებიც ეუბნებიან რომ თქვენ მაშინ ჩვენთან იყავით, თქვენი ოჯახის წევრები კორუფციაში იყვნენ გახოვლები, აქვთ მილიონები მოპარული, შესაბამისად რომ არ დაკარგონ კომფორტი, რომ არ დაკარგონ მილიონები, რომ კიდევ უფრო მეტად გამდიდრდნენ, ამიტომ მოერგნენ ამ ქართულ ოცნების პროპაგანდას კარგად და თვითონაც გამხმოვანებლები გახდნენ ამ ყველაფრის. ისინი ქართველი ქალის სახეს არ წარმოადგენენ. ქართველი ქალის სახეს წარმოადგენს დღეს მზია ამაღლობელი. ქართველი ქალის სახეს წარმოადგენდა ის 5 პარლამენტარი ქალი, რომელიც 1918 წელს იქნა არჩეული მაშინ, როდესაც ევროპაში მაგალითად ქალებს არ ჰქონდათ უფლება ხმის მიცემის. შესაბამისად, ჩვენ ძალიან მრავალი მაგალითი გვაქვს ქართველი აქტივისტი ქალები, რომლებიც არიან სამაგალითო დედები, მაგალითად რამდენი მწერლები, სამაგალითო პოლიტიკოსები და დიახ ქალებს ძალიან ბევრის გაკეთება შეუძლიათ პოლიტიკაში, აქტივიზმში, მწერლობაში, პროფესურაში, მასწავლებლობაში და ასე შემდეგ. ნებისმიერ სფეროში. ამიტომ ის არის ტყუილი, რომ იცი რა არის ქართველი ქალი სკლდემამოსილება ან რაღაცა სიწმინდე გამოიხატება ოჯახში და ის რომ ზის სახლში ჩუმად. ეს მინიმუმ უხერხულია. ეს მინიმუმ ხალხს მიუჩინო ადგილი სამზარეულოში, მაშინ როდესაც აი რა შეუპოვრად ამაყობს ნებისმიერი ქართველი თამარ მეფით, ხო? აი წარმოიდგინე, თან ეუბნები რომ შენი ადგილი სამზარეულოშია და თან ამაყობ ერთადერთი ოქროს ხანა გვაქვს ადამიანებო და ეს ოქროს ხანა არის თამარის შექმნილი. ნუ ქეთევან წამებული შეგვიძლია გავიხსენოთ ასევე და ჩვენ შეგვიძლია კიდევ თქვათ ერთი საგულისხმო რამ. საბჭოთა კავშირში იყო ფორმები და ეს ფორმები ნანახი გვაქვს, სადაც გოგონებს წინსაფრები ეკეთათ. აი ეს იყო გამოხატულება რომ ქალები მომავალში სკოლიდან უკვე პროპაგანდა იყო ჩართული, რომ მათი ადგილი იყო სამზარეულოში. შეფარულად, მაგრამ შეფარულად, მაგრამ პირველი კლასიდან ადგილი შენ უნდა გაიკეთო წინსაბარი, შენ უნდა იტრიალო სამზარეულოში, მაშინ ესე ვიტყოდი კუხნაში, ზუსტად აი ასე და ახლა ცუნდათ და არ არის ბიძინა ივანიშვილის მიერ წინასაარჩევნოდ ნახსენები ეგრეთ წოდებული ანეკდოტი შედი ქალო კუხნაში თუ ბუტკაში როგორც იყო აღარ მახსოვს ზუსტად აი ზუსტად შემთხვევით არ არის გამოტანილი სიცილკისკისში ვითომ აი ესე საჯაროდ თქმა რომ როგორც მაშინ ეუბნებოდნენ წინსაფრიან გოგონებს სკოლიდან რომ სამზარეულოში შედი ქალო კუხნაში ისე ბიძინა მუთხრა რომ შედი ქალო ბუტკაში შესაბამისად გაჩუმდი და შენი ადგილი პოლიტიკაში საზოგადოების აქტიურ ნაწილში არ არის. თხოვნა მექნება შენ, როგორც აქტივისტმა მიმართო ქალებს, რომლებსაც უნდა ხედავდე ახლა არენაზე.
საქართველოს დროშით ხელში, სულ მინიმუმ და ვერ ხედავ. ამ ქალებიდან ნაწილს პირდაპირ ვალდებულება აქვს, ვისაც უნდა ხედავდე და ვერ ხედავ. და მეორე ნაწილი, რომელსაც ან ეშინია, ან რაღაცა გარემოებების გამო ვერ გამოდის. ხშირად ვამბობდი, რომ აი ოჯახები ყავთ, რაღაც ვალდებულებები აქვს, სამსახურები აქვს, ეს მესმის რაღაც. სიმართლე გითხრათ, მაშინაც ვერ ვიგებდი. მაშინაც ვერ ვუგებდი და ეხლა მით უმეტეს ვერ ვუგებ. ეხლა აღარ არის იმის დრო, რომ მე სამსახური მაქვს. ჩემი მეუღლე სადღაც მუშაობს, ჩემი შვილი სტუდენტია, იმას რაღაც ეხლა ამის დრო არ არის. ეხლა ვართ ზღვარზე. წითელი ხაზები უკვე გადალახულია. ახლა ან ხმას ამოიღებ და ილაპარაკებ და შენი პროტესტით შეეცდები, რომ შენი ქვეყანა, შენი მომავალი, შენი შვილების მომავალი გადაარჩინო, ან ჩავრჩებით რუსეთში. ახლა არის აბსოლუტურად ყველა ადამიანისთვის ის დრო, რომ ამოიღოს ხმა და იყოს აქტიური. ეხლა საჭიროა გამოვიდეთ, ბევრი ვილაპარაკოთ, ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ თავისუფლება, დემოკრატია, სუვერენიტეტი ჩვენი ქვეყანა უბრალოდ გადავარჩინოთ. ჩვენ თუ არ ამოვიღეთ ხმა, ჩვენ თუ არ ვიბრძოლეთ, მაშინ ყველაფერი დაკარგული იქნება. და მაშინ ანუ აზრიც არ აქვს სიცოცხლეს, ფასი არ აქვს ჩვენ სიცოცხლეს, ფასი არ აქვს ჩვენს მომავალს. ამიტომ არის საჭირო, რომ ყველა ადამიანის ჩართულობა არის მნიშვნელოვანი და ქალებს ვეტყვი, რომ დიახ, თქვენი შვილების გადასარჩენა, თქვენი შვილების სიცოცხლისთვის და მომავლისთვის უნდა ამოიღოთ ხმა, უნდა გამოხვიდეთ გარეთ და აუცილებლად ჩვენ შევძლებთ, რომ ეს ქვეყანა სამშვიდობოს გავიყვანოთ და ნუ რაფრის ნუ შეგეშინდებათ, იმიტომ რომ როდესაც ხედავენ რომ გეშინია, კიდევ უფრო მეტს წნეხს ახორციელებენ. თუმცა როდესაც შენც გამოხვალ და თითოეული მათგანი იტყვის თავის სათქმელს, უკვე ისინი ვერ მოგვერევიან. და ეჭვმეპარება რომ ბევრს აქვს სათქმელი. მადლობა კიდევ ერთხელ თეო. და სულ ანუ შევეცდები ძალიან მოკლედ შევაჯამო. ჩვენ ყავს მეგობრებო, მედეა ჩვენ ყავს მაია წნეთელი, ჩვენ ყავს თამარ მეფე, ჩვენ ყავს ეკატერინე გაბაშვილი, კატო მიქელაძე, აგერ თეონა ფანქველაშვილი, ვისაც ხელეწიფებოდა რომ ისტორიაზე მოეხდინა გავლენა. და ახდენს გავლენას. შენ შეგიძლია რომ ეს გავლენა მოახდინო, რა თქმა უნდა, დადებით კონტექსტში და სულ ცოტა წვლილიც კი რომ შეიტანო, აი სამზარეულოდან რომ გამოხვიდე. სამზარეულოს როგორ თქვა, პოლემიკა ძალიან მნიშვნელოვანია, დამიჯერეთ თუ გაქვთ ეგ პოლემიკა, მაგრამ მანდედანაც რომ გამოხვიდეთ და თქვენი ქვეყნის სადარაჯოზე რაღაც მაინც გააკეთოთ, მინიმუმ თქვენს შვილებს მხარი დაუჭიროთ, ეს ქვეყანა გაიმარჯვებს, ეს ქვეყანა იქნება ევროპული, ეს ქვეყანა იქნება უსაფრთხო და თქვენ შვილებს ექნება ნამდვილად ღირსეული მომავალი და ჯანდაცვა. არ მხოლოდ შვილებს, არამედ მშობლებს. იმ თაობას, მოხუც თაობას, რომლებიც თქვენ ხშირად კაფეშიც კი ვერ წაგიყვანიათ, ხო? დასასვენებლად ვერ მიყავთ ელემენტარული თქვენი მშობლები. გოგონებს გეუბნებით, განსაკუთრებით რო გტკივა ხოლმე ეს საკითხები, ბიჭები ცოტა სხვანაირად უყურებენ. დღეს თუ არ იბრძოლე, შენი მშობელი დიდი ალბათობით ვერც ვერასდროს ვერ წავა კაფეში და ვერც ვერასდროს ვერ დაისვენებს. ეხლა ეს თემა ვიღაცებს ეხება, ვიღაცებს არ ეხება, რასაკვირველია, მაგრამ ქვეყნის სწორი კურსით ცვლა გვეხება ყველას. უკალებლად.